გამარჯობა მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. უთანხმოება მწვრთნელთან თუ უბრალო კონკურენცია. რა ხდება კვარაცხელიას თავს? სიახლეების დაწყებამდე კითხონა დამიფასო ჩრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ასევე დავძენი იმასაც, რომ არხის მაყურებელთა 65%-ს არხი ჯერ კიდევ არ აქვს გამოწერილი. ამიტომ თუ შენს მათ რიცხვში ხარ, შემოუერთდი ჩვენ საფეხბურთო ოჯახს. მადლობა თუ შენ ეს ჩემი ორი პატარა თხოვნა გაითვალისწინე და მოდი დავიწყოთ. რაბედიელის დავითაშვილს. ახალი ცნობები ზურიკოს თავს. ფრანგული ლიათის სპორტის ინფორმაციით, ზურიკო დავითაშვილმა სენტენტიენ საცნობა, რომ მიმდინარე ზამთარში კლუბის დატოვებით დაინტერესებული არ არის, რაც ნიშნავს, რომ სეზონის ბოლომდე ლიგაურში ითამაშებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას სენტენტიენის ქართველი შემტევი ბენფიკას, ლილს, მონაკოს, ოლიმპიაკოს, ევერტონსა და ბეშიქტაშს დაუკავშირეს. თუმცა მათი მცდელობების და მიუხედავად, როგორც ჩანს ზურიკოს სეზონის ბოლომდე კლუბში დარჩენა სურს და თავის მომავალზე გადაწყვეტილებას სწორედ ამის შემდეგ მიიღებს. ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე ერთ გუნდში. უდინეზეს ქართველი მცველი საბა გოგლიჩიძე შესაძლოა გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდეს. იტალიური გამოცემა მესაჯერო ვენეტო წერს, რომ ქართველი მცველის გადაბირებით ჩემპიონშიპში მოასპარეზებ ვოტფორდია დაინტერესებული. გამოცემის ინფორმაციით, უდინეზე ხორვატიული ჰაიდუკიდან 18 წლის მცველს ბრანიმირ მლაჩიჩს იმატებს. საბაკი შესაძლოა ნისლიანი ალბიონისკენ გაეშუროს. კლუბებს კი ამ ტრანსფერზე მოლაპარაკებები საერთოდ არ გაუჭირდებათ. რატომ? პასუხი მარტივია. უდინეზესა და ვოტფორდს ერთი მფლობელი ხავს. პოცოების ოჯახი ორივე კლუბს აკონტროლებს და აქამდეც არაერთი ფეხბურთელი გადასულა უდინეზედან ვოტფორდში ან პირიქით, ყოველგვარი ხმაურის და დაბრკოლების გარეშე. ასევე გავიხსენოთ ისიც, რომ როდესაც უდინეზემ გოგლიჩიძე დაიმატა, იტალიური კლუბის სპორტულმა დირექტორმა ჩანლუკა ნანიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ ის ჩაკვეტაძის რჩევით დაიმატეს. შესაბამისად, ეს ტრანსფერი აზრს მოკლებული სულაც არა, თუმცა მეორე საკითხია ის, სურს თუ არა საბას კარიერის გაგრძელება ჩემპიონშიპში. მიქაუტაძეს ბევრად მეტი შეუძლია, რა განაცხადეს გიორგის შესახებ. ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში ბილიარიელის ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ ამსტერდამის აიაქსის წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა მხოლოდ 18 წუთი და ყოფილ კლუბზე შური ვერ იწია. მეტიც, აიაქსმა ესპანეთში 2-1 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა, რაც ბილიარიელს აღარ აქვს. შეხვედრის დაწყებამდე კი აიაქსის ყოფილმა ფეხბურთელმა რონალდ დებურმა მიქაუტაძის შესახებ ისაუბრა. ის აიაქსის ვარჯიშზე რამდენჯერმე ვნახე. ვესაუბრე რიჩარდ ვიჩხეს. ის კი აბსოლუტურად გიждდებოდა მასზე. თუმცა რეალურად შანსი არ მიუღია. ხედავთ რა სწრაფია. ასევე როგორც მარჯვენა ისე მარცხენა ფეხით თამაშობს. ძალიან მარტივად შეუძლია გოლის გატანა. ის ბურთის გარეშეც კარგია. ძალიან საინტერესო თავდამსხმელია. მას უფრო მეტი შეუძლია ვიდრე ბევრს გონია. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ გონდა შესაძლებლობები ეჩვენებინა რა შეუძლია. მას მარცხენა ფლანგზე იყენებდნენ და არა თავდამსხმელად. სინამდვილეში კი ის ნამდვილი ფორვარდია, რომელსაც თამაში სჭირდება. არ მგონია, რომ აიაქსში სწორ პოზიციაზე ათამაშებდნენ. უბრალოდ აიაქსი ნიდერლანდების უდიდესი კლუბია და თუ საქმეები კარგად არ წავას, ეწოლა იზრდება. შემდეგ ისინი სხვებს ირჩევენ და თუ სხვები უკეთესად ითამაშებენ, ყველაფერი დასრულებულია. მიქაუტაძემ უსაფრთხო ვარიანტი აირჩია. ჯერ მესში წავიდა, შემდეგ ლიონში და ახლა მისი ფასი 20 მილიონია. თქვა ზიგო სპორტის ეთერში დებურმა. მე კი შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძე აიაქსმა 2023 წლის ზაფხულში მეციდან 18 მილიონ ევროდ შეიძინა, მაგრამ 9 უგოლო მატჩის შემდეგ მან კლუბი 6 თვეში დატოვა. ჯერ იჯარით გადავიდა მეჩში, რომელმაც ის მოგვიანებით გამოისყიდა და მალევე ლიონში გაყიდა, სადაც გიორგიმ გასულ სეზონში 49 თამაში 18 გოლის გატანა შეძლო. ფრანგულ მედიაში ბოლო დროს კვარაცხელიაზე და ლუის ენრიკეზე საინტერესო ამბები იწერება. ამბობენ, რომ ესპანელი სპეციალისტი ქართველის ბოლოდროინდელი ფორმით უკმაყოფილოა. რა ხდება რეალურად? სპორტინგთან მაჩამდე ბოლო 4 მატჩი ახუჯას არც გოლი გაუტანია და არც აგოლე გადაცემა გაუკეთებია. ეს კი პარიზში შეუმჩნეველი არ რჩება. ასევე ლილთან მატჩში იყო ეპიზოდი, როცა ენრიკემ უკმაყოფილება ღიად გამოხატა. ამის მიზეზი კი პრესინგზე ინერტული თამაში იყო. როგორც ჩანს, მწვრთნელი მეტ აგრესიას და მუშაობას მოითხოვს. ეს ყველაფერი კი სათამაშო წუთებზეც აისახა. ბოლო დროს კვარაცხელია მოედანზე მაქსიმუმ 60-დან 65 წუთს ატარებს. ასევე მსგავსად მოიქცა ენრიკეს სპორტინგის წინააღმდეგაც. კვარაცხელიას თამაში ძირითადიდან არ დაუწყია და შეხვედრაში მხოლოდ მეორე ტაიმში ჩაერთო. თუმცა ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ხვიჩას ხასიათი. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მის გარეშე პარიზული კლუბი სრულიად სხვა გუნდია, ხოლო მისი მოედანზე გამოჩენით თამაშის ისწრაფეს, ფანტაზიას და რეალურ საფრთხეს იძენს. და სწორედ შეხვედრის 79 წუთზე, როდესაც PSG სპორტინგის წინააღმდეგ მაწყდებოდა, ქართველმა ულამაზესი გოლით ანგარიშის გათანაბრება შეძლო. თუმცა შეხვედრის მიწურულს პარიზულმა კლუბმა მეორე გოლიც გაუშვა და შეხვედრა დათმო. აღსანიშნავია, რომ ბოლო
პერიოდია ლუის ენრიკე კვარაცხელიას პოზიციაზე ბარკოლას ათამაშებს. სწორედ ამასთან დაკავშირებით კი PSG-ს ყოფილმა ფეხბურთელმა ლორიან ფურნიემ პარიზულ გამოცემა Le Parisien-თან ისაუბრა. PSG-ს მიერ ნაჩვენები თამაშის ხარისხის გათვალისწინებით ეს წაგება უსამართლოა. სპორტინგმა მხოლოდ 2 მომენტი შექმნა და ორივე გოლად აქცია. მართალია მეტოქის კართან ფორტუნამ ზურგი გვაქცია, მაგრამ დღეს ვიხილეთ ის პარიზული გუნდი, რომლის ხილვაც ყველას გვინდა. განსაკუთრებით ბურთის ართმევისა და პრესინგის კომპონენტში. გამიკვირდა თუ არა კვარაცხელიასა და დარიკოტას კამზე ნახვა? არა, არ გამკვირვებია. 4-ვე შემტევი იმსახურებს სასტარტოში ყოფნას და როტაცია ნორმალური მოვლენა. კვარაცხელიამ გატანილი გოლით აჩვენა, რომ თამაში სურდა. თუმცა სრულიად ლოგიკური იყო სათამაშო დროის მიცემა ბარკოლასთვის, რომელმაც ლილის წინააღმდეგ გაიტანა. ამჯერად მას შეტევაში იღბალი დააკლდა. ლუის ენრიკე მართალია, როცა როტაციას მიმართავს, რადგან მას ასეთი მაღალი ხარისხის 4 თავდამსხმელი ჰყავს. განაცხადა ფურნიემ. ასევე კვარაცხელიას მდგომარეობას ფრანგული გამოცემა Le Parisien-ი გამოიხმაურა. შურისძიება უნდა და? სურდა ლუის ენრიკესთვის დაემტკიცებინა, რომ სასტარტო შემადგენლობაში ადგილს იმსახურებდა? კვარაცხელიამ, რომელიც თამაშისა და დარიკოტას კამიდან ჩაერთო, აშკარად დაამტკიცა, რომ ტოპ კლასის ფეხბურთელია. 74 წუთზე ლუის სუარესის გოლის შემდეგ Paris Saint-Germain მდევრის როლში აღმოჩნდა და ქართველმა გარემარბმა წონასწორობას საოცარი დარტყმით აღადგინა. ეს გოლი ხუჩასთვის მიმდინარე სეზონში მეშვიდეა. მან ჩემპიონთა ლიგაზე ატალანტასა და ლევერკუზენს გაუტანა. საკონტინენტთა შორისო თასის ფინალში ფლამენგოს კარი აიღო და ლიგა 1-ში ლიონთან და რენთანაც გამოიჩინა თავი. ასევე მის ანგარიშზე 5 შედეგიანი გადაცემა, წერს Le Parisien-ი. მე კი დავძენ იმასაც, რომ კვარაცხელიას სპორტინგის კარში გატანილი გოლი UEFA-მ დღის საუკეთესო გოლებს შორის დაასახელა. ხუჩასთან ერთად დღის საუკეთესო გოლისთვის კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი და იენს პეტერ ჰაუგე იბრძვიან. ხმის მიცემა კი საკმაოდ მარტივია. ამისათვის უნდა გადახვიდეთ მოცემულ ბმულზე, რომელსაც მთავარი კომენტარის სახით დავტოვებ. შემდეგ ვიპოვნით ხუჩას გოლს და დავაწვევით ვოუთის ხილაკს, რის შემდეგაც თქვენი ხმა წარმატებით დაფიქსირდება. ვინისიუს წასვლა არ სურს, რა განაცხადა ბრაზილიელმა. ბარსელონა ფლიკის შემდეგ კატალონიელები 2 კანდიდატს განიხილავენ. ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია, რომ ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. ბარსელონა ჰანსი ფლიკის შესაძლო შეცვლაზე უკვე ფიქრობს. მოგეხსენებათ, კატალონიელთა თავკაცის კონტრაქტი 2027 წლის ივნისამდეა ძალაში. მანამდე კი გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ არ სურს საკუთარი თავის გრძელვადიანი ვალდებულებებით შებოჭვა. ამიტომ ხელშეკრულების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. აღსანიშნავია, რომ ბარსაში ყველა სურს, რომ გერმანელი სპეციალისტი გუნდის სათავეში რაც შეიძლება დიდხანს დარჩეს. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ კლუბს უახლოეს მომავალში მწვრთნელის შეცვლის სურვილი არ აქვს, ისინი ფლიკის პოტენციურ შემცვლელებს მაინც სწავლობენ. გამოცემა Diario Sportis ინფორმაციით კი მთავარ პრეტენდენტად PSG-ს მწვრთნელი ლუის ენრიკე და არსენალის დამრიგებელი მიკელ არტეტა მოიაზრებიან. შეგახსენებთ, რომ ენრიკე ბარსას უკვე ხელმძღვანელობდა 2014-დან 2017 წლამდე. რაც შეეხება არტეტას, ის კლუბის სისტემაში 1999-2000 წლებში ირიცხებოდა. ჩემპიონთა ლიგაზე მონაკოსთან მოგებული მატჩის შემდეგ მადრიდის რეალის ბრაზილიელმა გარემარბმა ვინისიუს ჟუნიორმა განაცხადა, რომ კლუბის დატოვება არ სურს და აპირებს, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე კიდევ არაერთი სეზონი გაატაროს. მინდა რეალში კიდევ დიდხანს დავრჩე. ყოველთვის ყურადღების ეპიცენტრში ვარ, თუმცა არ მინდა, რომ ეს მოედნის მიღმა მომხდარ ამეს უკავშირდებოდეს. მინდა ხალხმა ჩემზე იმიტომ ისაუბროს, რომ ამ კლუბს ძალიან ბევრი რამ მივეცი. ყოველ მატჩში 100% უნდა გავიღო. ამ კლუბმა ბევრი რამ მომცა და ვცდილობ სამაგიერო გადაუხადო. მატჩი კარგი კონცენტრაციით დავიწყეთ. ბურთს ვაკონტროლებდით და შეტევის მიმართულებას ერთი ფლანგიდან მეორეზე სწრაფად ვცვლიდით. ასეთ დროს კი ბურთს ხშირად ვიღებ და ეს ძალიან მომწონს. განაცხადა ვინისიუსმა. მე კი შეგახსენებთ, რომ როდესაც რეალის მწვრთნელი ჩაბი ალონსო იყო, ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ვინისიუს ჟუნიორი კლუბის დატოვებას განიხილავდა, რადგან მას არ მოსწონდა ესპანელი სპეციალისტის მიდგომები და ის დამოკიდებულება, რასაც მის მიმართ იჩენდა. ხოლო როგორც ჩანს, მისი წასვლის შემდეგ ვინისიუსმა აზრი შეიცვალა და ვნახოთ, გააფორმებს თუ არა ის მადრიდის რეალთან ახალ კონტრაქტს. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხავ, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.